გოგორო შეიგინება ის რაღაც იძოს ქალბატონი მონაბატონეო რაც ყველაზე ძალიან გიყვარს ბავშვი რა უყავს მინდა ეოქში სანამ ფილმთან დაკავშირებით გადავალთ ძალიან აუცილებელია შესავალი რომ კონტექსტი გავიგოთ დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ როგორ ხართ დაწერთ კომენტარებში როგორ ხართ რასაკვირველია ყველანი დაწერთ დღეს განვხილავთ ფილმს თათა გადმოთარგმნიებელ ამაზეც ეგ ჯონსის ბიგინები I swear გოგორო შეიგინება ის რაღაც იძოს ქალბატონი მონაბატონეო ეს ფილმი გამოვიდა მე მგონი ოსკარების პერიოდამდე რამდენიმე ხნით ადრე მაგრამ ისეთ პერიოდში რომ ანუ ამ ოსკარებზე ვეღარ მოასწრო ხო მონაწილეობის მეტობა და ასე შემდეგ მაგრამ იყო ბაფთაზე ანუ მან ხო ძალიან არეულია ეს დროები სადროდის რობერტარამიუ აიღო ერთ ღამეში ორი ბაფთა ერთი როგორც rising star ამომავალი ვარსკვლავის და მეორე იმავე ღამეს აიღო საუკეთესო მსახიობის მთავარი როლის შემსრულებლის პრიზი იშვიათი შემთხვევა და კიდევ მოხდა ერთი რაღაც ამ ცერემონიაზე, რამაც შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო და მოულოდნელი და დამსახურებული ვიტყოდი, გამარჯვება გადაფარა სამწუხაროდ. ჯონ დევიდსონი, ვისაც არის ეს ფილმი, ამ ადამიანს აქვს ტურეტის სინდრომი, ამაზეა ფილმი, ვისაც ნახე გაქვთ, ვისაც არ გაქვთ ტურეტის სინდრომი, ეს არის ნევროლოგიური დაავადება, რომლის დროსაც ადამიანებს აქვთ ციკები compulsion როგორ რაღაც ქცევები, რომელსაც ვერ აკონტროლებენ. ხო, უეცარი ქცევები, ვერბალურიც ამასთან ერთად, რაც ვერ აკონტროლებენ. ხო და ბაფთას ამ საღამოს მოხდა ესეთი რაღაც, რომ ჯონ დევიდსონი ეს რეალური ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი არის დაფუძნებული, იმყოფებოდა რა თქმა უნდა იმყოფებოდა ცერემონიაზე და ასეც უნდა ყოფილიყო. და მოხდა სამწუხარო ფაქტი, რომ დელროი ლინდოს და მაიკ ჯორდანის სცენაზე გამოსვლის დროს მან ძალიან უწმაწური და ძალიან დამამცირებელი სიტყვა წამოიძახა, რაც არის პირდაპირი გამომდინარე მისი დაავადებიდან, სინდრომიდან. და რაზეც შეიშალა პლანეტა. რაღაც ყველას ჰქონდა ამაზე აზრი. ძალიან ბევრმა გამოიყენა ეს მომენტი ისე, რომ ტურეტის სინდრომით დაავადებულ ადამიანებისთვის რაღაც შეურაცხყოფა მიეყენებინა და მოკლედ ამ ადამიანს გადაუარეს, ეძახეს რასისტი, ისიც იძახეს, რომ ტურეტის სინდრომი არ არსებობს და რომ ანუ ამას სპეციალურად აკეთებს იგონებს და რა თქმა უნდა ეს არის იმის ბრალი, რომ საზოგადოების უმრავლესობა დღესაც კი არ არის ინფორმირებული საკმარისად ამ დაავადებასთან დაკავშირებით და ბევრ სხვა მსგავს დაავადებასთან დაკავშირებით. ამიტომ ეოქში სანამ ფილმთან დაკავშირებით გადავალთ, ძალიან აუცილებელია შესავალი, რომ კონტექსტი გავიგოთ, რატომ არის ეს ფილმი გადაღებული. ანუ ეს ფილმი არის ზუსტად მაგისთვის გადაღებული. არ არის რაღაც ბიოგრაფიული ფილმია, რა თქმა უნდა, მაგრამ ამის მიზანი არ არის ის, რომ ჯონ დევიდსონი გახადოს რაღაც, არ ვიცი, როგორც მუსიკოსებზე არის ხოლმე მაგალითად ეს ადამიანი ცოცხალია, კარგად არის. ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ ინფორმაცია გავრცელოს ამ დაავადების შესახებ. და ეს ფილმიც ერთ-ერთი საფეხურია მის კარიერაში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ კი ამ ადამიანმა კარიერად და საკუთარ მიზნად აქცია დაავადება, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში და რომელმაც განსაზღვრა მისი ცხოვრება. ხო, მე მგონი შეგვიძლია რომ უკვე გადავიდეთ. ყველაზე მეტად რაც მომეწონა ამ ფილმში არის ზუსტად ის ტონი, ის მიზანი, რაც აქ არჩეული. როგორ მიუდგენ ამას, რომ არის ინფორმატიული, უნდათ რომ უფრო ფართო მასებს გააგებინო ამ სინდრომის შესახებ და ძალიან კარგი ტონი აქვთ არჩეული ამისთვის. ერთ-ერთი მთავარი ჟანრად დამხმარე საშუალებად, რასაც იყენებს, არის შავი კომედია. ეგ არის მაგარი, რომ აი ამ ხრივ უდგება, იმიტომ რომ სანამ ეხა შენც რო იტყოდი, ან ფილმს რო უყურებ, ძალიან ბევრჯერ გეცინება და გექნება უხერხულობა, იმიტომ რომ უყურებ ადამიანს, რომელსაც აქვს ეს სინდრომი და ამ დროს შენ გეცინება, მაგრამ თვითონ ფილმს აქვს ასეთი ტონი, არ უნდა რომ რაღაც გააბუქოს რა ისედაც დრამატული ამბავი, უფრო დრამატული გახადოს და ცდილობს შენამდე ისე მოიტანოს. ზოგადად იუმორი ხო უფრო მარტივად გასაგებს ხდის ბევრ ამას და უფრო მარტივად
ახლოს მოაქვს. კი, ხანდახან კომედია უფრო გაფიქრებს, ვიდრე გადაღეჭილი და ფსიქოლოგიური დრამა. აი ამ მხრივ მაგალითად გამახსენა ჯოკერი, ფენიქსი, რომელსაც თამაშობს. ჩვენ ხო ჯოკერი ცოტა უფრო სხვა რაკურსით ვიცით და აი იმ ფილმში რო იყო რომ ეს პიროვნება რამ შექმნა ჯოკერი რამ შექმნა და ის სინდრომი რაც იმ პერსონაჟს ქონდა მე არანაირად პარალელს ამ ორ პერსონაჟს შორის არ ვავლებ მით უმეტეს ფიქშენ არის და ეს ხო ეს იმიტომ ვახსენე რომ ძალიან კარგია ასეთ რაღაცებზე მე პირადად ძალიან მოხარული ვარ ხოლმე რომ ფილმებს იღებენ ოღონდ ასე ხარისხიანად. იმიტომ რომ ეს ნამუშევარი ნამდვილად ძალიან ხარისხიანი. თვითონ ტურეტის სინდრომთან დაკავშირების მინდა ვთქვა რომ მე პირველად ამ დაავადების შესახებ გავიგე ფილმით ასევე. ანუ ბევრი ფილმი არ არის გადაღებული ამ თემაზე. Front of the Class კლასის წინაშე 2008 წლის ფილმია. მოკლედ მასწავლებელს აქვს ტურეტის სინდრომი და იქ უფრო დრამატული არის, ანუ ამიტომ შედარებითაც შეიძლება ხო ნახე არა ნახე არ მქონი მოგისმენთ ის კინოს ძალას მინდა გავუსვა ისე ხაზი რომ რატო გადაიღეს მხატვრული ფილმიდან და არა დოკუმენტური, იმიტომ რომ იციან რომ მხატვრულ ფილმს მეტი ადამიანი ზოგადად საზოგადოებიდან მეტი ადამიანი უყურებს ვიდრე დოკუმენტურს და შესაბამისად მეტი ძალა აქვს და ინფორმაციის მიწოდების მეტი შესაძლებლობა აქვს მიუხედავად იმისა რომ დოკუმენტური უფრო უნდა იყოს საინფორმაციო წყარო ასე ვთქვათ. მე მგონია რომ ეს ფილმი კიდევ უფრო ანუ გაამართლებს იმ ხრივ რომ რაც აქვს მთავარ მიზნად აწევს ცნობადობის დონეს და ადამიანების ცნობიერებას გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია და ერთი რაზეც დამოფიქრა კიდე ამ ფილმმა რა მნიშვნელოვანია ლექსიკაც ხო, რასაც ადამიანებთან მიმართებაში ვიყენებთ. ანუ ბავშვობიდან ახლა ნუ ქართულ ენაზე რო გავამოხილოთ ყურადღება, რაღაცა გიჟი ხო არ ხარ და უისურვოთ გიჟი არ აქვს. ანუ ეს გიჟი ძალიან ამორჩენებული არა, უბრალოდ ძალიან ჩადებულია და ფესვები აქვს გადმული ჩვენს ლექსიკაში, ხო? და რეალურად როცა ანუ ბავშვობიდან რაც მაქვს ხა ქუჩაში რო გადიხარ და ვიღაც რო თავისთვის ლაპარაკობს ან თავისთვის რაღაც ყვირის და ანუ რეაქცია რაღაცნაირად ის არის რომ ის რაღაც გიჟია. ანუ რეალურად ამ ფილმმა კიდევ უფრო დამაფიქრა იმას და კიდევ უფრო მიმახვედრა რომ ანუ არ არსებობს გიჟი როგორც ჩვენ ვასწავლიდნენ რომ არსებობს რაღაც ვინც რავი უბრალოდ გიჟია და შენ როცა მიდიხარ ქუჩაში და გვერდზე ჩაგივლის სრულიად უცნობი ადამიანი რომელიც ან თავის თავს ელაპარაკება ან მოულოდნელად რაღაცას წამოიძახებს შენ არ იცი ამის მიზეზი. ამიტომ დასკვნების გამოტანა და ლექსიკაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ რთულია ეხა ესეთი სიტყვის და ესეთი ფრაზების ამოყება, როცა მთელი ცხოვრება ამაგას ვიყენებთ და მთელი ცხოვრება გარემოდან ეგ გვესმის, მაგრამ მე მგონია რომ ესეთი ფილმები გაფიქრებენ მაგაზე, რამდენად ტკივნეული და რამდენად არასწორი შეიძლება იყოს რაღაცა ესეთი სიტყვების ასე დამკვიდრება ენაში. იწყებ ფილმს და ნუ გასაგებია რომ პირველმა წუთებმა უნდა დაგაინტერესოს და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ძალიან მაგრა ქონდათ ეგ რეჟისორს გადაწყვეტილი ძალიან კარგი რაღაც და სცენარისტებს იწყება ფილმი კი რაღაც დიალოგები მიდის მაგრამ აი თავარი ამოსავალი არის ის რომ ბატონი ჯონი ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ მეორეს აგინებს fuck the queen და ეგრევე მიაყოლებს sorry ma'am და მიდიხარ ფლეშბექში ეგრევე ძალიან მაგარი გადაწყვეტილება იყო რა და მე ბოლოს როგორ აიხსნება იქ აი პოსტერებზე რო არის ხოლმე ის რეცენზიები და შეფასებები დანამოღებული რაღაც თითო ფრაზები ხო ერთ-ერთი რაც წერია ერთ-ერთი ძირცართავი სახელია ასე ვთქვათ ეპითეტი არის crowd pleaser კონკრეტულად მაგას იმიტომ ვახსენებ რომ იმას ებმის ზუსტად რომ მასაზე არის გათვლილი იმიტომ რომ მასის ინფორმირებულობაზე არის გათვლილი ამიტომ ანუ ამ ფილმში მე მგონი რავი არ ველაპარაკებს რაღაც აი მონტაჟი ესე იყო კამერის რაღაც რაკურსი არ არის აქ ეგ მნიშვნელოვანი და თხრობა არ მიყავს ტექნიკურ მხარეს როგორც სხვა ფილმებში რომელსაც განვიხილავთ ხოლმე და რომელსაც უფრო მეტი გონების დაძაბვა სჭირდება კინემატოგრაფიული რაღაც
ნიუანსების, ხო, კინემატოგრაფის ენის სხვანაირი წაკითხვა სჭირდება. ეს არის ძალიან მარტივად გითხრევს, თქო, მარტივად იჭერს მაყურებელს და ამიტომ რაღაც სახში რა შემოხვალ ტელევიზორს ჩართავ და შუაში რო არის უკვე ფილმი, იქიდანაც კი უყურებ, მე მგონი, იმიტომ რომ წეღან, რა ვიცი, სანამ ჩაწერას დავიწყებთ, ახლა ამის თავიდან ვუყურებთ ფილმს, იმიტომ რომ ეგეთი ფილმი არა, რაღაც სცენები არის, რომელსაც უბრალოდ რამდენჯერაც არ უნდა უყურო, მაინც გაგეცინება და იმიტომ კი არ არიან ეს საყვარლები და იმიტომ კი არ მოდიან ესე ახლოს შენთან, რომ დასაწყისში ეწერა და იცი, რომ ნამდვილ ადამიანებზე არიან დაფუძნებული და ეს ადამიანები დღემდე ცოცხლები არიან. არა, უბრალოდ იმიტომ რომ თვითონ თხრობაში არის ესე ჩაქსოვილი ამ პერსონაჟების ხასიათები, თვისებები, ურთიერთობები ისე გემრიელად არის, რომ უბრალოდ გიყვარდება, როგორც ადამიანები. ნამდვილად მართალი ბრძანდებით დაგალაიქეთ, თქვენც დაგვალაიქეთ. აი ზოგჯერ ხატრულ ნამუშევარს რო უყურებ, აი გამოგონილ ამბავს, გამოგონილ პერსონაჟებს და ასე შემდეგ. ზოგჯერ პერსონაჟები არიან არ მოდიან შენთან, იმიტომ რომ გიჭირ დაჯერება, აი რომ აი გამოგონილია რა, აი ასეთი როა, ეხა ეს იმიტომ აკეთებს ამას, რომ აი ფილმში ასეთი კეთილი უნდა იყოს, ან ასე ძალიან მარტივად ვამბობ, ასეთი კეთილი უნდა იყოს, ასეთი ბოროტი უნდა იყოს. დოთი მაგალითად პირველივე შეხვდა ჯონის და დოთის, ხო, როდესაც ეუბნება, რომ დოთი მალე მოკვდები და პასუხი ამის რა არის, რომ სასიამოვნოა შენი გაცნობა. აი ეგ რო ყოფილიყო გამოგონილი პერსონაჟებით გაკეთებული დიალოგი, შეიძლება მე რაღაცა უხერხულობა შემქმნდა, იმიტომ რომ შემქმნია. ნამდვილი ადამიანები რო არიან და ზოგი ბიოგრაფიული ფილმი რო ამას ძალიან უხეშად იყენებს, მანიპულირებს. აი ამ ფილმში სხვათა შორის რაღაცა მანიპულირება ვერაფერში დავინახე. არა, საერთოდ არა, იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობდი მაგაზე, ან მომენტებში დავიჭერე ჩემი თავი, რომ მახსენდებოდა, ეს მართლა მოხდა, ესე იგი, იმიტომ რომ იმდენად უბრალოდ ჩართული ვიყავი ამბავში, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა იმ მომენტში ეს ნამდვილი იყო თუ გამოგონილი, იმიტომ რომ ის ამბავი რაც ხდებოდა ჩემს თვალწინ ეკრანზე, ის ნამდვილი იყო. სხვათა შორის ბიოგრაფიული არის თუ არა, სადღაც ბოლოსკენ აი შუის მერე გამიჩნდა, ეგ მანამდე არც ჟანრები არ მქონდა წაკითხული, არაფერი არ მქონდა წაკითხული, პირდაპირ ჩავთე ფილმი. მარტო ის ვწოდი, რომ ამ ბიჭს ბავშვთა ქონდა აღებული. ძალიან მაგარია, რომ ამას რაღაც სახეში არ გთხლი შავს და ხო, იმიტომ კი არ მადარდებს ამ ადამიანის ამბავი და იმიტომ კი არ უყურებ და ვაგზავნებ ყურებას ნამდვილია, იმიტომ რომ უბრალოდ მაინტერესებს და ეგ არის ძალიან მაგარი რაღაცა, როცა ბიოგრაფიულ ფილმებში განსაკუთრებით ცნობილ ადამიანებზე ხოლმე და შეიძლება მაგიტომაც არის აქვს უფრო ავთენტურად და ხო უფრო როგორ თქვა ადამიანურად, იმიტომ რომ არ არის ცნობილ ადამიანზე და ერთ ჩვეულებრივ კაცზეა, რომელმაც ამდენი რაღაც გადაიტანა და ასე შემდეგ. მუსიკოსების ბიოგრაფიებში არის ხოლმე ხშირად, რომ აი ზუსტად სახეში რო გირტყამს მაგ ფაქტს, რომ აი ეს მართლა მოხდა და ის ოვერდოზი მართლა მოხდა და ამის გამო შენ ახლა უნდა იტირო. ანუ ეს ფილმი არის სრულიად საპირისპირო მაგ მიდგომის მიუხედავად იმისა, რომ ბიოგრაფიულია და ამიტომ ჩემი აზრით უფრო ხშირად უნდა იღებდნენ ბიოგრაფიულ ფილმებს ჩვეულებრივ მოკვდავ ადამიანებზე, უდრეთ, ანუ იმაცაც გადაიღონ, რატო არა ზოგი ძალიან კარგი Complete Unknown ძალიან კარგი იყო, მაგრამ მაინც მგონია, რომ მოკვდავ ადამიანებზე უფრო საინტერესო ფილმები გამოდის. ერთი ესეთი კითხვა მიჩნდება აი მუსიკოსების ფილმებზე და ეგრე გადაღებულ ფილმებზე და ბოჰემიური რეპსოდია, რა თქმა უნდა, სათავეში დგას მან. როცა არსებობს კონცერტის ჩანაწერები, რატო ვიღებთ ფილმში, რატო რიმეიქს რატო ვაკეთებთ? სახეობებზეც, იმიტომ რომ ანუ რაღაც ისეთი ფილმია, რომ პერსონაჟებზე და მსახიობებზე უნდა ილაპარაკო, აი ეგეთი ფილმია. რო ვუყურებდი ის ფრაგმენტრიალებ და ხოლმე გონებაში რო ამბობენ, რომ მსახიობობა არის რაღაც რეაქცია, ანუ action-ზე მეტად reaction არის, ხო? და ამ ფილმში გამოჩნდა ეგ ძალიან მაგრად, იმიტომ რომ კომიკური მომენტებიც, რომელიც ანუ მართლა შავი კომედიაა და ის ვახსენოთ, რომ პირველი რაც ვუთქვა ერთ-ერთმა ამბებთან დაკავშირებით იყო ეგ, რომ ცუდად არ გრძნობდი თავს რო გეცინებოდა და მეც პირველი რაც ჩავწერე იყო, რომ
ასე ცუდად არასდროს არ მიგზნია თავი სიცილის გამო ფილმის ყურების დროს, იმიტომ რომ თან ჟანრებისთვის არ ჩამიხედავს არც მე, ანუ ბიოგრაფია, ჯონ დევიდსონი ეგ ყველაფერი ეგენი ვიცოდი, მაგრამ ჟანრებისთვის არ ჩამიხედავს და რო ჩავხედე და შავი კომედია ვნახე, რომ ნამდვილად იყო. ისე მომეშვა, კომედიის წყარო იყო პერსონაჟების რეაქციები. და ის განსხვავება, რაც რაღაც დრამატულ ისეთ მომენტებში, სადაც ძალიან ცუდად ექცევიან ამ ადამიანს, იქაც ხო რეალურად იგივე რაღაცას აკეთებს, მაგრამ იქ არ გეცინება, იმიტომ რომ რეაქცია არის გეშინია, ხო? ხო, გეშინია პექი, იმიტომ რომ რეაქცია არის ისეთი, რომ ანუ უსაფრთხო გარემოში არ არის ეს ადამიანი და როცა შენ თვითონ გრძნობ და მერე უკვე როცა იცი ნამდვილად, რომ უსაფრთხო არის იმ კონკრეტულ ადამიანებთან, რომელზეც ვილაპარაკებთ, მერე უკვე გეცინება, იმიტომ რომ იმათი რეაქციები არის პიკი. რაღაცა ძალიან არც მინდა რომ ანუ ამ ძალიან ჩავუბრმავდე ამ რეაქციებს და ძალიან თქვა, იმიტომ რომ თუ ნანახი არ გაქვთ მინდა რომ ანუ ჩავსვათ და გულწრფელად გაიცინოთ, შეგიძლიათ შავ კომედია. შეგიძლიათ თქვენ თავამოწესოთ. დრამა არის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ამ წლების განმავლობაში ასე ცხოვრობს და ძალიან რთული არის რამდენი როგორი შავი კომედიაც არ უნდა გადმოგცეს, რომ ფიქრობ მე ამაზე, რომ როგორი რთული ასატანი არის და როგორი რთული გასაძლებია და ის რომ ამით ვიღაცის იდეალიზებას არ აკეთებს ეს ფილმი, არ ახდენს და თანამდროს აი ზუსტად ის ეპიზოდები, სადაც ფიქრობ, რომ ჯონი არ არის უსაფრთხოდ, ეგეც არ არის პირიქით ძალიან დემონიზებული. რომ ის ადამიანები რაღაც აგრესიული რეაქცია რო აქვთ, ისინი არ არიან გამოყვანილების რაღაც საშინელ სადისტ და ასე შემდეგ. გადაერთისა. იმ გოგოს როსლაც დაუძახებს და მე რო დახბებიან და იმით ცემენ. ხო, აგაი მანდაც უყურე, მანდაც ეგრე ვერ აღვიქვი. ზოგადად ეგეთი პიროვნება რო ალბათ ეგ იყო ის და ხო, უბრალოდ ეგეთი ტიპები იყვნენ და არა ის რომ მოდი ამას რაღაცა სინდრომი აქვს და ამ სინდრომის გამოვცემოთ. ხო და აი ზუსტად ეგ მომეწონა რომ უცხომ არც იცოდა რომ რამე პირიქით ისე იღებდა როგორც ადამიანს რომელსაც ანუ აქეთ ესხმოდა მათ თავს ხო? კი და აი ეგ იყო ძალიან კარგი გაკეთებული რომ ის ადამიანები ვინც არიციან ანუ ჩვენც რომ არ ვიცით და ასეთ დროს გგონია რომ მართლა შეურაცხყოფას მაყავს ვიღაცა მოიძა გეუბნება რომ you are slut და რთული არის რომ ამას მიჩვეული როდესაც არ ხარ უმოკლეს დროში გადახარშო და ეს მიიღო არა როგორც შეურაცხყოფა არამედ ის რომ აი ამ ადამიანს იქნებ დახმარება ხო მანდაც ის ჩანს ძალიან მაგრად რომ მიუხედავად იმისა რომ უხსნის ეს და ეუბნება რომ ანუ ამას ვერ ვაკონტროლებ ნუ ბარში მაგალითად მაგის ახსნის დროც არ აქვს მაგრამ გოგოს ეუბნება მანდაც არაინფორმირებულობა საზოგადოების არაინფორმირებულობას უსვამენ ხაზს და რაღაც თქოს იმას გეუბნება რომ მოусმინე ადამიანს როცა გეუბნება რომ ძალით არ შემიგინებია ის რომ ზოგიერთ ადამიანს ქონდა უარყოფითი რეაქცია აგრესიული რეაქცია აბსოლუტურად გასაგები იყო განა ის რომ მოგწონს და ყველას უნდა მოგწეთ აბსოლუტურად გასაგები იყო და ის ადამიანები არ ყავდათ მონსტრებად გამოყვანილი, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც რაღაც კონკრეტულ თემას იღებენ ხოლმე და ამით მაგრა манипуლირებენ და იქით ამხარი ყოველთვის სადისტია, ყოველთვის ყველანი მონსტრები არიან და აქეთ ყველა ეს ჩვენ ვართ დაჩაგრული. არ ქონდათ, აი მაგიტო არის ეს ფილმი კიდე ერთხელ დასაფასებელი, რომ ყველაფერი როგორც შეიძლება რაღაც ობიექტურობის ჭრილში იყო გადმოცემული. და აი მაგ გოგოსთან დაკავშირებით კიდე აი ასე რომ ვიფიქროთ შეხედე ხარ ესე ახალგაზრდა ქალი და ვიღაცა გეუბნება რომ you are slut და მე გეუბნება რომ აი ამას ვერ ვაკონტროლებ ძალიან ისე გძნობ თავს რომ მოდი აბა ამ გოგოზეც დავფიქრდეთ იყო მარტივი იმისთვის გაჩერება და მოსმენა და იმ ყველაფრის გააზრება და მიღება ასე მარტივად ის რომ ვიღაცებს უთხრა და აცემინა ეგ ხო, ამას არ ვიწონებ და განა მაგას რომ ვიღაცას ვიღაცა უნდა აცემინო, მაგრამ აი ის რომ მოდი რამდენად დაიმახსოვრებ და ამას იმ სიტყვებს საერთოდ შეუშვებ და ყურში, ანუ მომდებოდა იმ გოგოს, ახალგაზრდა გოგოს, რომელსაც ასეთ შეურაცხყოფა მიაყენეს, თავისი შეურაცხყოფლისგან რამის მოსმენა და ახსნის მოსმენა,
იქაც იმიტომ რომ ამ გოგოზე მხოლოდ იმ ეპიზოდში არ იყო ხო ყურადღება გამოხმებული იმ ცოტა ხანი კამერა რჩებოდა ხოლმე ამ გოგოსთან როცა ჯონი მოდიოდა აი თუნდაც ხო აი ცემის დროსაც დარჩა და თვითონ ქალაქშიც შეურაცხყოფური მიაყენა მაშინაც დარჩა და კიდე სადღაცა შეხვდა იქამდე ხო სანამ ცემდნენ ხო და მაშინაც კამერა დარჩა ანუ რაღაც ამ გოგოსთან რაღაც დარჩა კამერა რაღაც ფიქრობ რომ აი ზუსტად ეგ მინიშნება ხო არ მოხსა რომ მოდი ეს უბრალოდ ძალიან ესეც ძალიან დამპალი გოგო კი არ არის ამასაც თავისი ის ხონდა ესეთი დასკვნა გამოვიტანე მაიდან რომ აქ ხო ეგრე იყო რომ ეს მიდის საჭმლის საყიდლად მან ხვდება მეორედ მაშინ იმ ინციდენტის შემდეგ რაც სლაც დაუძახა ამან და ისა მნიშვნელოვანი ისე რომ აქ უკვე დიალოგი ამათ შორის არა ხო არანაირი დიალოგი არ არის და ეს გოგო რაღაცნაირად უყურებს ამას და ხედავს ანუ ამ დროსაც რაღაც წიკები რაღაც ქცევები ემართება და მე მგონია რომ მან უკვე ნათქვამი აქვს იმ ორი ტიპისთვის რომ ეს ადამიანი უნდა ცემონ მე მგონია რომ იმიტომ რჩება მანდაც კამერა და მერე ცემის შემდეგაც იმიტომ რჩება რომ იაზრებს იმ სიტყვებს ეხლა იაზრებს ხო მართლა რაღაც სჭირს და მართლა ვერ აკონტროლებდა და ეს არის სინანული და მაგიტომ მგონია რომ ეგ ეპიზოდი მაგ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ანუ არ მიყვარს ეს თქო მოწოდება იმიტომ რაღაც ფილმი ის არ არის პლატფორმა რაღაც პოლიტიკოსები რო გამოდიან ხოლმე რომ რაღაც დადგეს და მოგიწოდოს უბრალოდ რაღაც ამ ინფორმირებულობის და ადამიანის მოსმენის აუცილებლობას და მნიშვნელობას გაჩვენებს ეს ეპიზოდი საუკეთესოდ იმიტომ რომ ეს გოგო ვართ ჩვენ ანუ მაყურებელი ეს გოგოა ყველა ვინც არ იცის ამ სინდრომის შესახებ მაგრამ ერთია რომ არ იცი რაღაც და მეორეა რომ არ ცდილობ რომ იცოდე ხო და ამიტომ ძალიან კარგი ტონი იყო სახეობებზე რა ის კი ვთქვით რეაქცია და რა მაგრა რეაგირებენ და ანუ ხო კიდევ ერთი დალაიქება რობერტზე რა თქმა უნდა მოდი რობერტამდე სანამ გადავალთ პატარა ბიჭიც ვახსენოთ ეს არის სკოტ ელის ვოტსონი პატარა ბიჭი ეგ ძალიან მაგარი იყო და რაც ძალიან მთავარია რობერტს უკვე უწევს შეასრულოს ის პერფორმანსი სადაც ეს სინდრომი თავიდან ბოლომდე არის გამომჟღავნებული და სკოტთან აი ეგ არის რომ აი ესე ჯერ არ არის ანუ სინდრომი შემოდის ნელ-ნელა და აი პატარა ბიჭი როგორ მაგრა აკეთებს რომ არის აი ესე უსინდრომოდ და აი წამში უკვე სინდრომი კი ძალიან მაგარი მაგ პერიოდში მე რა თქმა უნდა ხო ვიცოდი რომ ის გაიზრდებოდა და ეს მხოლოდ მოკლე პერიოდი იქნებოდა მოკლედ სად ვიყავი მეყურებინა მთელი 2 საათი ამ ბავშვის ფილმისთვის ანუ რომ მთელი 2 საათია ეს ბავშვი რო ყოფილიყო ცენტრალური ფიგურა და უბრალოდ ანუ ეგეც ძალიან საინტერესო იქნებოდა მაგ ბავშვის შესაძლებლობებზე მეტყველებს უბრალოდ რომ ისე წაიყვანა ის დასაწყის და თან უფრო რთულია რომ ტონი შენ შეარჩიო ამ პერსონაჟს კი რა თქმა უნდა ხა იქ რეალურ ის ბოლოს რაც ნახეთ ვიდეოებიც არის პატარა ჯონის პეტია ჯონი ეს შემდეგ მაგრამ მაინც ძალიან რთულია განსაკუთრებით ბავშვისთვის საერთოდ ანუ ამ ბავშვ მსახიობებს ბრიტანეთში ანუ ისედაც მაგრამ ბრიტანეთში რას აჭმევენ და რაღაც სპეციალურ კვებაზე ყავთ იმიტომ რომ ხო გონია რომ რაღაც ინკუბატორში მიუხედავად იმისა რომ საეკრანო დრო მცირე აქვს აუცილებლად უნდა გვეხსენებინა და რაღაც 1-2 როლი მე მგონი და Rising Star-ის ტიტულს მე მგონი აიღებს კიდე. კი არა ძალიან მაგარი. ეხლა ცოტა შეიძლება ისეთ განცხადებას ვამბობ. აუ როგორი განცხადება გვაქვს. აუ ქუქანცა შენ შეძარი მთლიანად სოფლიო კინოინდუსტრია შენი განცხადება. ამათი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ჯონის და დედამისის და დასაწყისიდანვე ამ პერსონაჟის ხასიათიც რა მაგრა ჩანს ეს თითქოს დისტანცია შვილისგან რაღაც უემოციო ტიპია რაღაც იმას დავუკვირდი კიდე რომ აი შოპინგზე რო წაიყვანა ხო ანუ ჯერ რომ არ უსმენს და რაღაც არ იზიარებს შვილის ენთუზიაზმს და იქ ხო ემოციური დისტანცია მაგრამ თან უცნაური იყო რაღაცნაირად რომ ყოველი ფრაზის შემდეგ ჯონს ამბობდა ანუ ყოველი ფრაზის შემდეგ სახელით ვინ მოგმართავს ხო ანუ
რო გელაპარაკებოდა ეხლა გვანცა და რო გეუბნებოდა ყოველჯერზე გვანცა რომ მე შენ მოგმართო გვანცა და ანუ რაღაც აი რაც ეუბნებოდა ყველაფრის ბოლოს იყო ჯონ და ეგეც რაღაც ძალიან უცნაური იყო ჩემთვის და ძალიან კარგად დააჯდა ამათ უცნაურ ურთიერთობას. ეგ სახელი ჩამჩაგო მაგ მხრივ არ შემიხედავს. სან აი შვილოთი არ მახსენდება რომ სადმე მიმართა. სახელით მიმართავდა ჯონ და სახელით რომ მოგმართავენ, ეხლა მიხვდებით რა მხრივაც ვამბობ. ესე იგი რაღაცა იოათათა რაღაც და ანუ უშუალოები ვართ ერთადა ვართ და ამ დროს დოთი უძახის, ისე ამ დროს გვარით მიმართავს, რომელიც რეალურად ითვლება უფრო ოფიციალურ მიმართვა და ამ დროს დედა რომელიც შენი სახელით მოგმართავს, რომელმაც დაგარქვა ეს სახელი, წესით უფრო ასე უნდა იყოს ასე ლოგიკაში და ამ დოთი რომელიც უფრო ოფიციალურად გვარით მიმართავს, ამ დროს სრულიად პირიქით არის რომ სახიობით ხმა რაღაც ანუ ეგ მაინტერესებს ამ სინამდვილეშიც ეგეთი. არა, ეგეთი ხმა აქვს, იმიტომ რომ ეს არა, მსახიობს კი არა. ან დედა მისი მაგის გამო აარჩიეს თუ უბრალოდ აი რეჟისორის გადაწყვეტა ძალიან კარგად იყო შერჩეული, ძალიან მაგრა იყო. ურთიერთობა და ეს რაღაც ძალიან არა, მართლა ძალიან კარგად იყო შერჩეული აქ, ხო? დედის ეპიზოდებიც ხო რამდენია? არ არის ბევრი რეალურად, ხო? ეს საეკრანო ბევრი არ აქვს და აი ძალიან ხო ბავშვთან რაღაც ესეც რომ ძალიან მონსტრად არ დაიხატა ეს ქალი, აი ეგეთი დეტალები აქვს, ძალიან გამახიზიანებელი ხმა აქვს. ეგ უკვე მსახიობის დამსახურება ის გამომეტყველება როგორი აქვს რაღაც განა ეს სიძულვილის მზე რა, საერთოდ არა. ცივი უბრალოდ აპათიური ხო, აი ძალიან გაყინული ისეთ და მე ფილმის ერთ-ერთი მთავარი რეფრენი რაც ხდება, ეს ბუხრის ამბავი, იმიტომ რომ ზუსტად შენ რაც თქვი რომ არც დედა არ გამოყავს რაღაც მონსტრად და ვერც გამოიყვანა და იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ თვითონ ჯონ დევიდსონი არ იქნებოდა თანახმა და ძალიან ბევრ რაღაცაზე ქონდა ამ დაკავშირებით გავლენა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავის ცხოვრება ცოცხალია ასე შემდეგ. ხო. დედაც იყო უბრალოდ გამოყვანილი როგორც ადამიანად, რომელმაც არ იცოდა იმ პერიოდში ჯერ კიდევ ახალი იყო, ანუ მედიცინაშიც ახალი წამოჭრილი იყო ამ სინდრომთან დაკავშირებით კვლევები, რაღაც მეცნიერული ნაშრომები და ამ შემდეგ. ცხადია, მაშინ უფრო არ იყო საზოგადოება ინფორმირებული. დედაც ისე ყავს გამოყვანილი, როგორც ადამიანი, რომელმაც უბრალოდ არ იცოდა, მაგრამ არც ცადა რო ესწავლა, იმიტომ რომ როცა დედა ხარ, როცა შვილი არის არცადა, საკმარისად არცადა, მაგრამ მაინც არ ყავს მონსტრად გამოყვანილი. ჯონი კი არა ადანაშაულებდა დედას რამეში და იქ იყო რაღაც სამტკივნეული. ჯონი კი არ ადანაშაულებდა დედას, დედა ადანაშაულებდა ჯონს ოჯახის დანგრევაში, თითქოს ხმამაღლა და ვერბალურად ეგეც არ იყო ნათქვამი, მაგრამ დამოკიდებულებაში ამ სიცივეში თითქოს იგრძნობოდა, თუმცა მაგ შემთხვევამდეც ცივი იყო ეს ქალი, ამიტომ უბრალოდ შეიძლება მისი ხასიათი იყოს ასეთ. ერთი ეპიზოდი ასე დრამატული რაც იყო, როდესაც ჯონს ცემენ და საავადმყოფოში რო არიან და დავიღალეს რო ამბობს და იქ რაც თვითონ აი ძალიან მაგარი ეპიზოდი იყო განსაკუთრებით, აი აქაც ტექნიკურად განარამე ისეთი მოხდა, მაგრამ ეს ზეთხედით რო არის, აი ძალიან უჩვეულო. ხელი რო ესე რო უჭირავს ხელი თავის იმას, თქოს თავის თავს ეჭიდება რაღაცნაირად. ეჭიდება და თან აკავებს, ანუ ეყრდნობა კიდეც და თანამ დროს აჩერებს კიდეც, ანუ ძალიან ბევრი რამის ქნა იყო, მაგრამ აქ ვნახულობთ რეალურად ამ ადამიანს ასე გატეხილს. სხვაგან არ ჩანს. გატეხილი და ეს ეპიზოდი იყო, როდესაც აი ბუხარი ხა რაღა ნახსენე, ბუხართან მარტო როზის დოსთან სახლში როა. ხო. აი იქ რო დაჯდა და იქ რო აი ეგ იყო რო შეხედა და კი არ იმ წუთას კი არ უთხრა რომ გამოდი აქ ჭამე და რაღაც არა იცოდა რომ იმ წუთას აზრი არ ქონდა და კარი გამოუხურა. აი ემოციურად ეგ მომენტი უფრო მოვიდა, იმიტომ რომ მაგრამ ის ძალიან ძლიერი მომენტი იყო განა იმას რამის უწოდებს. მაგრამ ზუსტად მაგის გამო ხო, რომ ანუ რეფრენივით იყო მართლა რომ როგორ ისწავლა ხალხის გვერდზე ჭამა, ანუ რაღაც, ანუ ისწავლა კი არა, უბრალოდ როგორ მისცა საკუთარ თავს უფლება.
ბოლოს განსაკუთრებით ეთყობა, რომ რაღაც თავდაჯერებული არის, ანუ საკუთარ თავში რაღაცას პოულობს, აი მას შემდეგ რაც იმას ამბობს, რომ ჩემი მიზანი ვიპოვეო. ნუ უფრო თავდაჯერებული სიარულის მანერაც ის, რომ ადამიანები კომუნიკაბელური არის, ანუ ადამიანების არ ეშინია მიუხედავად იმისა, რომ ანუ არ იკეტება სახში და არ არჩევს მარტო ყოფნას, იმიტომ რომ ურჩევნია რომ ადამიანებს გამოელაპარაკოს, ანუ შეიძლებოდა რომ ეგ არ ეჩვენებინათ და ძალიან ცუდი იქნებოდა, მაგრამ რო აჩვენეს, მაგიტო უფრო მოვიდა მერე ის ყველაფერი დანარჩენი გულთან. პერსონაჟები ძალიან ხილულები არიან, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ფილმისთვის. ან ბიოგრაფიული რაღაც არის ასეთი ადამიანისთვის, რომელიც სახელი შეიძლება დაგვავიწყდეს რამდენიმე კვირაში სახელი დაგვარი ამ ადამიანის. მაგრამ აი შანსი არ არის რომ ის ყველაფერი დაგავიწყდეს, რაც განგაცდევინა ამ ფილმმა, რაზეც დაგაფიქრა, რაც მოგცა. მაგრამ საბედნიეროდ ყველაზე გავრცელებული ინგლისური სახელი ქვია. აი სახელი გვარიც ხლავ დევიდსონის კოლეჯი. რამენაირად დევიდსონს დავიმახსოვრე. დოთი და ტომი ვახსენეთ ბევრჯერ. ერთი არის რომ საკუთარ თავის მიღებას და სინდრომთან ერთად მშვიდად ცხოვრებას ასწავლის და მეორე რომელიც საკუთარ მიზანს აპოვნინებს ცხოვრებაში. არ არის ბანალური, უბრალოდ ნამდვილია. რატო არიან ეს პერსონაჟები ასეთი მაგარი ადამიანები? და რატო სიამოვნებს ასე ძალიან ჯონს მათთან ურთიერთობა? იმიტომ რომ არიან გულწრფელები და ასეთ დროს, როდესაც ადამიანებს სხვადასხვა სინდრომით, ან თუნდაც აი დოც რატო მოეწონა ეგრევე ხო ჯონი, პირველი რას ეუბნება, გასაგებია რომ ეს თავისი ქცევის გამო ამბობს რომ შენ მალე მოკვდები, მაგრამ პასუხს ცემს ამ ბოლო თვეების განმავლობაში ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც სიმართლეს მეუბნებაო. ამ დროს აი ტომი და დოთი როგორ იქცევიან? ზოგი არის, როდესაც ვიგებთ რომ ვიღაცას რაღაც ჭირს, ან ისე ვართ, ძალიან დისტანცირებულები ვართ, რაც იმ ადამიანებზე რასაკვირველია უარყოფითად მოქმედებს ემოციურად და მეორე არის რომ აი ძალიან საცოდავი ხარ, აუ რასაწყალი ხარ და ესე რაც ასევე ძალიან უარყოფითად მოქმედებს ხო ფსიქოლოგიურად და ჯონისთან ასეა რომ რაღაცას რო აშევს, აი მაგალითად დოთის რო ხელს გაარტყავს, რო პირიქით დოთის გაეცინება ასე შემდეგ, ხო? რო აი ტომს ჩაარტყავს, ხო? და რა რეაქცია აქვს ტომს? ანუ გაუტარებს შეხუმრდებიან, ხო? როცა საჭიროა, ისინი არ utარებენ რაღაცას და როცა საჭიროა, განაუტარებენ ესმით. ხო, მაგალითად ტომის და ჯონის პირველი შეხვედრა მთელი ეგ სცენა, რაც ამ ფილმში ჩემი ფავორიტი სცენაა და ყოველთვის იქნება და ანუ არ შეიძლება 9 ჯერ ვუყურო, იმიტომ რომ აი მაგის გამო არის ზუსტად ძალიან სასაცილო, რომ ტომის რეაქცია არა. პატინსონის სამზარეულო. ანუ აი ეგ არის ზუსტად. Alright. ეს ამოისუნთქეს გააგრძელებს. თვითონ ტომი რო ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ის ყურადღებას ამაზე არ ამახვილებს, რომ რაი ჩემ ქცევაზე და გინებაზე და უწმატურ სიტყვებზე რას ფიქრობთ და რა ქცევაზე, რა გინებაზე ლაპარაკობ. სხვა ჩვეულებრივი ადამიანია, ანუ თავის ხასიათი აქვს, თვისებები აქვს, კეთილია, გულწრფელია, ხუმარაა და შრომის მოყვარეა, მომდომებულია და ამას ხედავდნენ და როგორც გვიყვარდება ადამიანები ზოგადად რითიც გვიყვარდება, ხო? თვისებებს ხედავდნენ და არა მხოლოდ ქცევებს. ხო. და ის ეხლა რომ ნახეთ ბაფტას დაჯილდოებაზე თავის სიტყვა რო წარმოთქვა. ღმერთო, აქცენტი ხო, აი ეგ კიდე. ამ ბიჭზე ეხლა ბაფტას ის რომ მოვისმინენ, მეთქი შვილიკო. ხო, თან აქცენტის გარდა მე ის თვითონ თიქს ვერბალურად, ანუ მაგასაც სხვანაირად ამბობდა კიდე აქცენტისგან განსხვავებულად თქოს და ძალიან ბევრი რაღაც იყო. ძალიან დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი, რაზე იცი რომ ეს როლი რო ეთამაშა, აი არ ვიცი რა დონეზე შეისწავლა თავისი სხეული. იმიტომ რომ აი ეგეთი როლი აქვს და იმიტომ დადო კიდე ასე ბუნებრივად მაგიტო აკეთებს. თორე საკუთარი სხეული რო ასე არ შეესწავლა და თხემით ტერფამდე ყველაფერი რაღაც გადმოიტრიალა, ასე მგონია. ერთი მეიქაპ არტისტებს მინდა კიდე თქვა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს მოიცავს ფილმი,
გასაგებია იქ ბავშვობაში ბავშვი თამაშობს, ეგ მეიქაპი არ იყო. ძალიან ორგანულად არის გაკეთებული, ანუ თითქოს ვერც ანუ თან ამჩნევ აშკარად დრო გავიდა, გაიზარდა, ანუ არ გჭირდება ეგ წლები რომ ეწერება ზოგჯერ, ანუ არ გჭირდება, იმიტომ რომ ატყობ აშკარად. მაგრამ თან ანუ ხო ვიცით რომ როცა ამ ხელა მონაკვეთს მოიცავს და მეიქაპი და დაბერება არის ჩართული, როგორ უხერხულად და როგორ უხეშად არის ხოლმე და აქ არ იყო ეგ საერთოდ, ამიტომ ეგეც უნდა აღმენიშნა. ეხლა ძალიან ნერვიულობს სხვა შორის რო ვუყურებდი მეთქი ეხლა აბა როგორ იქნება, აბა ნაოჭებს რამდენად შესამჩნევად დაახატავენ, მაგრამ არა. ანუ აი ესეთი შესამჩნევი არ იყო როგორც მაგალითად აი ბრუტალისტი. აი მაგაზე სულ ეგ მახსენდება ხო, აი ბრუტალისტის. ხო, ანუ ტრაუმა მაქვს ფილმისგან. ასე თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ ბრუტალისტის განხილვა, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აღწერაშიც იქნება, აქაც ახლა ლინკი ამოხდება და რა. კარგი, მაშინ სათავეზე ვიტყვი. ანუ დასწრეში გადმოგითარგმნეთ ექსკლუზიურად. როგორ გადავუთარგმნეთ? ბიგინები, ეგრე. I swear, swear-ს აქვს ორი მნიშვნელობა, როგორც ვიცით. ერთი არის დაფიცება და მეორე არის გინება. მე მგონია, რომ რაღაც ორ მაგი მნიშვნელობით არის აქაც. ერთი ის რომ რა თქმა უნდა სულ იგინება და უწყვეტ რაღაცებს ამბობს და ეს მეორე ნაწილი აი იმ გოგოს ეპიზოდიც რო გავიხსენოთ, როგორ გულით ამტკიცებს, რომ ანუ გეფიცების არ ამბობს და ძალიან კარგიც არის რომ ამბობს, მაგრამ როგორ გულით და მთელი რაღაც, იმიტომ რომ მართალია, ანუ ამტკიცებს, რომ არა, ანუ ძალით, ანუ არ გეფიცები, არა, შენ არა, მე შენ არა, არ მინდოდა. ფილმი ჩავრთე მაგით, რომ ფიცავ. ანუ ასე ჩავრთე ფილმი. ანუ ეგ swear-ზე პირველი ფიცი მახსენდება და არა გინება, sorry. ვინაიდან მე ასეთი მანდილი რატომ არ ვიცი ეგრე იყო განსაზღვრული თუ არა, მაგრამ ეგრე აღვიქვი და შესაბამისად არის მე მგონი ხო, ანუ ისეთი სათაური, ესეც სპეციფიკური სათაურია, რომ წესით ეგრე უნდა იყოს და ძალიან მაგარია ეგრე თუ არის რა, იმიტომ რომ ეგეც ძალიან მომეწონა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, თან ანუ მგონია ხოლმე რომ ესეთ ფილმებზე რაღაც ბევრს, ანუ რაღაც ძალიან კინემატოგრაფიული ენით რო არ არის და კადრზე 1000 რა მე რო არ არის თქმა, მგონია რომ ბევრს ვერ ვილაპარაკებს და ანუ ყოველთვის მაუცებს ჩვენი თავი. ეხლა უნდა მეთქვა თუ ვინმე მასწავლებელი გვიყურებს, კარგი იქნება ბავშვებს თუ ჩვენს თქვა, მაგრამ მე გავეზერო რომ რაღაც language ისეთი არის. შობლებში და იმათ გადაწყვიტონ რა. ხო, იმიტომ რომ მე მგონია რომ უნდა გავავრცელოთ, როცა გვაწვდიან ინფორმაციას, როცა ინფორმაცია არ არსებობდა, მაშინ გასაგებია, მაგრამ როცა უკვე არსებობს და ამდენი ინფორმაცია არსებობს და ასეთ სახით მოწოდებული არსებობს, მე მგონი, ანუ კარგი იქნება, რომ ყველამ ჩვენც მაგას ვცდილობთ. ხო, და ამიტომ მაშინ დაგემშვიდობებით, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, შემოგთავაზეთ, ეხლა ცოტა ისეთი სეზონი არის, რომ სხვა რუბრიკებსაც ნელ-ნელა ამოვცილოთ და რაღაც ახლებ. მაშინ ნახვამდის და ნახვამდის.